კიბერთაღლითობა 21 საუკუნეში ყველაზე გავრცელებული თაღლითობის ფორმაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის პრობლემაა. ეს გლობალური გამოწვევა ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებულად მზარდია. ფინანსური კიბერთაღლითობის შემთხვევების ყველაზე გავრცელებული სქემები ადამიანებისათვის ფინანსური რესურსის გამოძალვას გულისხმობს, მათივე თანხმობით და პირადი ინფორმაციის გამოყენებით. ალბათ ერთხელ მაინც მიგვიღია ყველას სხვადასხვა ბანკის ან კომპანიის სახელით თაღლითური SMS ბმული, სადაც რეალურად არარსებული მომსახურების სანაცვლოდ გარკვეული თანხის ჩარიცხვას გთხოვენ. როგორ უნდა ამოვიცნოთ კიბერთაღლითობა, რა არის მთავარი რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ გავხდეთ ეგრეთ წოდებული ფიშინგის მსხვერპლი და საინტერესოა რა მექანიზმები აქვთ დიდ კორპორაციებსა და ბანკებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი მომხმარებელი. თემაზე დღეს ჩვენ სტუმართან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ სტუდიაში მიხეილ ბენდიაშვილი, TBC-ის ინფორმაციული საფრთხეების საოპერაციო ცენტრის მენეჯერია ჩვენთან ერთად. მადლობას გიხდით, ბატონო მიხეილ, რომ გვითმობთ დროს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ალბათ მართლაც არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად არ შეუწუხებია არც ამ პრობლემას. ზუსტად გუშინ იყო ჩემი შემთხვევაც ეთერში შემოსვლამდე საუბრობდით, რომ ერთ-ერთი ბანკიდან მივიღე SMS-ი, სადაც დადასტურებით იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემს სახელზე გაიცა სესხი. ეს არის ძალიან სტრესული, განსაკუთრებით ისაც აჩქარებული ცხოვრების რითმია და მეტად სტრესულია გარემო ჩვენი ყოველდღიურობა და ასეთი SMS-ები ხანდახან ძალიან მოქმედებს ხოლმე ჩვენზეც, ხო, თუ არ ჩავთვლით იმ სავალალო შედეგებს, რაც შეიძლება რეალურად მოყვეს, თუ ასეთ SMS-ებს ვუპასუხებთ, გადავალთ ბმულზე და შეიძლება უკვე ჩვენს კიბერთაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. პირველ რიგში, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რა საბაზისო ცოდნა უნდა ქონდეთ ამის შესახებ, რომ არ აღმოჩნდეთ მსხვერპლის ამპლუაში. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებლებს. იცით როგორ არის 21 საუკუნეში უკვე იმდენად განვითარდა ეს ელექტრონული ბიზნესი და თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაში არის შემოსული, რომ გამოჩნდნენ ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც აქამდე არ იყენებდა ამ ელექტრონულ მოწყობილობებს და არ იციან, ესე ვთქვათ. ამას ძალიან კარგად იყენებენ კიბერთაღლითები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ესე ვთქვათ, შეტევის ტიპი არის სოციალური ინჟინერია. ეს სოციალური ინჟინერია რა არის? კიბერთავდაცმელი ცდილობს, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიწვდეს და გამოტყუოს ინფორმაცია, თავის პაროლი გამოართვას, პერსონალური მონაცემები და მოტყუებით, ესე ვთქვათ, გადაიყვანოს თუნდაც ბმულზე. ყველაზე გავრცელებული დღესდღეობით საქართველოში არის ძირითადად SMS თაღლითური SMS-ები, ესე ვთქვათ, სადაც არის ხოლმე, რომ არის ბმული მოცემული და ბმულზე თუ გადახვალთ, შეიძლება რომელიმე ბანკის ან თქვენთვის ნაცნობი ვებგვერდის კოპია იყოს. და თუ არ დააკვირდებით კარგად იქ მისამართს, რომელ ვებგვერდზე ხართ შესული და შეიყვანთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს, ფაქტურად ხელში ჩაიგდებს ეს კიბერდამნაშავე. ძალიან გავრცელებულია ასევე My Market-ზე და My Home-ზე ესეთ ადგილებზე, როდესაც დებთ ხოლმე თქვენ განცხადებას, იქ რა თქმა უნდა ტელეფონის ნომერს უთითებთ, რომ დაგიკავშირდნენ. როგორც კი განცხადებას დადებთ, ეს კიბერთაღლითი გიკავშირდებათ და გეუბნებათ ხოლმე, რომ თქვენი ნივთი შეყიდვა უნდა და ბმულს მოგცემთ აქაც და გეტყვით, აი შეიყვანა შენი ბარათის მონაცემები და ფული ჩაგერისხება და ესე ვთქვათ, ნივთს წავიღებ. ძალიან ხშირია ხოლმე ასევე საფოსტო კოდი, ხო, ეს სოციალურ ქსელშიც ხშირად წერენ სხვადასხვა ჯგუფებში მომხმარებლები, რომ მოდის SMS-ი, სადაც მოცემულია ჩვენი ამანათის კოდი, ეგრეთ წოდებული ამანათი, რომელიც არ შეგვიკვეთავს და მე ჩვენ ფიქრობთ, რომ მართლა ხომ არ შეუკვეთე, ხომ არ ვცადო, იქნებ შეუკვეთე და არ მახსოვს. ანუ ეს ტექნიკები საერთაშორისო სტანდარტით არის შემუშავებული, რასაც კიბერთაღლითები იყენებენ იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებლები იყვნენ. აი, მაგალითები რომ გვითხრათ, კონკრეტული შემთხვევები იმისთვის, რომ ჩვენმა მაყურებელმაც უფრო მეტად შეძლოს ასეთ შემთხვევაში ამოიცნოს, რომ ეს არის კიბერთაღლითობა. სტანდარტის რა გითხრათ, ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი აქვს და როგორც კი ესე ვთქვათ, ხალხში ცნობილი გახდება რომელიმე თაღლითური სქემა, ყოველთვის ახალს იგონებენ ხოლმე. აი, ერთ-ერთი მაგალითი საინტერესო რო გითხრათ, ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაიგზავნა SMS-ი, სადაც ეუბნებოდა, რომ თქვენ რაღაცა ქულები დააგროვეთ დიდი რაოდენობა და თუ დროზე არ გადახვალთ ბმულზე და არ აიღებ შენ საჩუქრს, დაიკარგება ეს ქულები.
რომ გახსნით ნულს, ჩანდა ჩვეულებრივი რაღაც ონლაინ მარკეტივით და რო არ არჩევდით ნივთს, ბოლოს ბარათის მონაცემები, ესე ვთქვათ, თქვენგან ვიქონდათ. თან ეს SMS-ი არის ცოტა ძველი ტექნოლოგია და უფრო მარტივია მან მანიპულირება ხოლმე და შესაძლებელი არის თქვენთვის ნაცნობი გამომგზავნის სახელითაც კი მოვიდეს SMS-ი. ამიტომ მან ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ დავაკვირდეთ ეს მული, რასაც გადავდივართ, რომ ნამდვილად ის იყოს, რომელიც ესე ვთქვათ, კომპანიაცაც ასახებს თავს ის SMS-ი რა. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მაგას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ აღწევს მომხმარებელი ამას ყურადღებას და თაღლითობის ხერხი ხდება ხოლმე. საინტერესოა მიხეილ, დიდი კორპორაციები და მათ შორის ბანკები, TBC ბანკი, რომელსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ და ამ მხრივ უზრუნველყოფთ თქვენი მომხმარებლის უსაფრთხოებას, რა ბერკეტი არსებობს, რომ დაიცვას მომხმარებელი ამისგან, თუ არის შესაძლებელი, რომ რაღაც კუთხით კონტროლირდებოდეს ეს სისტემა თქვენი მხრიდან, გულისხმობ დიდ კორპორაციებს და ორგანიზაციებს, რომელსაც ამის რესურსი აქვთ, თორემ რიგითი ადამიანები, რომ ძალიან ხშირად ხდებიან კიბერთაღლითობის მსხვერპლი, ეს რეალობა არის დღეს საქართველოშიც და სამწუხაროდ მსოფლიო მასშტაბის არის ეს პრობლემა, ხო? იცით როგორ არის ფინანსური ორგანიზაციები და განსაკუთრებით TBC ბანკი ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებს იმაში, რომ დაცული იყოს ჩვენი ონლაინ ბანკი. ცოტა მარტივად ვახსნა ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს დამზადებული კარები, რომლის გაღებაც შეუძლებელი არის გასაღების გარეშე. არის აქ მრავალშრიანი უსაფრთხოების სისტემა, ანტიფროდ სისტემები და შეუძლებელი არის რაღაცა ცუდი მოხდეს, თუ გასაღები არ გადააცა მომხმარებელმა თაღლით. თქვენ მობაილ ბანკზე საუბრობთ, მობაილ ბანკის აპლიკაციაზე, იმიტომ რომ ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომელიც ასევე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ხოლმე, ხო? იქ ჩვენი პირადი მონაცემებია და ფაქტობრივად მობაილ ბანკით არის შესაძლებელი ყველანაირი ფინანსური სხვადასხვა ტრანზაქციების მართვა რეალურად და თუ ჩვენ გავუზიარებთ ამ პაროლს, თუნდაც მოტყუებით ვინმეს, ალბათ ძალიან ხოცუჩ შეგებებზე გავთ. აი, მობაილ ბანკის, თქვათ, ფეიქ აპლიკაციები თუ არის ესეთი შემთხვევა, რომ დაუმზადებიათ და ასეთი ხერხი გამოუყენებიათ კიბერთაღლითობისათვის. იცით როგორ არის? არ არის აუცილებელი მარტო ფეიქ აპლიკაცია გააკეთო, ერთ-ერთი სქემა იყო ძალიან გავრცელებული საქართველოში, გიკავშირდებოდნენ ჯერ რეკლამას აღდებდნენ Facebook-ზე და გეუბნებოდნენ, რომ ძალიან ხელსაყრელი პირობებით გაყიდინებ რაღაც აქციებს და შემდეგ რო კონტაქტზე გახვიდოდით ამ თაღლითთან, გაყენებინებდათ ტელეფონში უკვე ესეთ აპლიკაციას, რომლის გამოყენებითაც თქვენი ტელეფონის მართვა იქნებოდა შესაძლებელი და გეუბნებოდათ, რომ ტელეფონი და ეკრანით მაგიდის მხარეს. და ფაქტიურად სრულ წტომას აძლევდი მობაილ აპლიკაციაზე და უკვე შეეძლო იმას სესხიც აეღო და ასე შემდეგ ცუდი რაღაცები გაეკეთებინა. საქართველოში ეგეთი კარგი, ესე ვთქვათ, შეტევა ჯერ არ გქონია, რომ კარგი მობაილ აპლიკაციის ყალბი აპლიკაცია გაეკეთებინათ, მაგრამ სოფლიოში ძალიან გავრცელებული არის და ჩვენ ახლო რეგიონში რამდენიმე შემთხვევა იყო უკვე, რომ ვრცელდება ხოლმე ყალბი ესე აპლიკაცია და ვიზუალურად ვერც კი შეამჩნევ, რომ ესე ვთქვათ, ყველა აპლიკაციაში ხარ. ნუ საზიებო სისტემაში შეიძლება ოფიციალური ბანკის აპლიკაციის მაგივრად, რომელსაც დღეს ალბათ ყველა იყენებს, მობაილ ბანკებს გულისხმობთ, ჩამოწერო იმავე სახელწოდებით, ალბათ იმავე ლოგოთი აპლიკაცია, რომელიც ამ შემთხვევაში არ იქნება უშუალოდ ამ ორგანიზაციის და ეს ხო ალბათ აბსოლუტურად ნიშნავს, რომ ისე თანხმობა და წვდომა შენს პირად ინფორმაციას. მაგრამ მიხეილ, თუ სთავაზობთ რაიმე ხერხებს, გამოსავლებს თქვენს მომხმარებლებს, რომლებიც ალბათ გიკავშირდებიან, ხო, ასეთ შემთხვევაში და რას ურჩევთ ხოლმე და ჩვენმა მაყურებელმაც ამ კუთხით რა უნდა გაითვალისწინონ, ყველაზე ეფექტური გზა რა არის კიბერთაღლითობასთან ბრძოლის წინააღმდეგ? ერთ-ერთ სქემასაც გეტყვით მანამდე, რადგან ჩამოვარდა ლაპარაკი საზიებო სისტემებზე. ერთის არის, რომ შეიძლება საზიებო სისტემაში აპლიკაციას ეძებდე და არასწორი აპლიკაცია გადმოწერო, მაგრამ კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული თაღლითური სქემა არის, როდესაც კიბერთაღლითები, ესე ვთქვათ, Google-ში რეკლამას ანთავსებენ თავიანთი თაღლითური ვებგვერდის და თქვენ იმის ნაცვლად თუ ბრაუზერში დაწეროთ რეალური მისამართი, ამას დაგუგლავთ, Google-ი პირველი ამოგიგდებთ ამ თაღლითურ გვერდს. ამიტომ მან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ დავაკვირდეთ ჯერ არ დაუგუგლოთ ჯობია მისამართი თუ უჩით პირდაპირ დავწეროთ და შევიდეთ ვებგვერდზე და თუ გუგლავთ დავაკვირდეთ რომ დასპონსორებულ შემთხვევით fake გვერდზე არ გადავიდეთ და თუნდაც შეიძლება აპლიკაცია იყოს ესეთი. რაც შეეხება რეკომენდაციები, ყველაზე მთავარი არის აქ ცნობიერების ამაღლება
რომ ადამიანებს ესწოდეთ ეს კიბერჰიგიენა და როგორ არის მოწყობილი ეს სფერო რა. მნიშვნელოვანია მან პაროლების ჰიგიენა და ძალიან მარტივად ვეუბნები ხოლმე რა ყველა ჩემ მეგობარს თუ ვინც გითხავს რომ პაროლი არასდროს არავის არ უნდა გაუზიაროთ. არასდროს არავინ არ გეტყვით, მით უმეტეს დიდი კომპანია თქვენ პაროლს არ გკითხავთ. თუ ვინმე გეკითხებათ პაროლს, ესე იგი არის თაღლითი. ესე უნდა შევხედოთ, როდესაც ვიღაცა წერს, როგორც წესი ცდილობენ ხოლმე კიბერდანაშაულები ჩვენს ემოციაზე ემუშაონ. რაღაცით გაგვახარონ, რაღაც ძალიან სამწუხარო გვითხრან, ან ძალიან საჩქარო გვითხრან, რომ დროზე ვიმოქმედოთ. ნამდვილად, როგორც არის დაგიმტკიცდა სესხი, მიიღეთ საჩუქარი, დახვდით თქვენს ამანათს და ამ დროს ალბათ ხო რაღაც აფექტურ მდგომარეობაში ადამიანები მით უმეტეს ამ გაჯეტების ეპოქაში ყველს შეიძლება არ აქვს ერთნაირი უნარჩვევები, ხო? კომუნიკაციის ტექნოლოგიებთან და შეიძლება შეცდომაც დაუშვან ტექნიკური, ხო? ესეც არის ერთ-ერთი გათვლა ალბათ. ერთ-ერთი ესე წითელ დროშებს ვეძახი, მაგას როცა ეგეთი რაღაცა ხდება, უკვე უნდა დაინტერესდე და მეტი ყურადღება მიაქციო. ძალიან კიდე არ აქცევენ ყურადღებას ერთ თემას, რომ ონლაინ როდესაც ვაჭრობ და გვაქვს რაღაც ბარათი დამატებული სხვადასხვა ვებგვერდებზე, ბანკები ახლა შედარებით დაცულია, მაგრამ შეიძლება რაღაც ონლაინ შოპინგზე იყო შესული და იქ შენი ბარათი დაამატო. ყველას ვურჩევ ხოლმე ჩემ გარშემო ვინც არიან, რომ გამოგქონდეთ ორი ბარათი. ერთი ბარათი სადაც არის თანხა, სახელმწიფო ბარათი და ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევ, რომ მეორე ვირტუალური ბარათი აიღონ თუნდაც, რომელსაც მიაბავენ ხოლმე ესე ვთქვათ აპლიკაციებს. გამოიყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ გადაიხადონ ონლაინ სივრცეში ამ ბარათით რა, რატომ ეს უსაფრთხო არ არის, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია ადამიანებისთვის, ვინც ონლაინ შოპინგობს განსაკუთრებით კი ჩვენ ვიცით, როგორი აქტუალურია, ხო? გზავნილები სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორი გამარტივებულია და ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, რაც მთავარი ადამიანებისათვის და ეს თითქოს თან ბარათიდან უფრო გიადვილდება ასე თანხის ხარჯვა, ხო ეს ფსიქოლოგიური მომენტიც არის, ამაზეც ბევრი საუბრობს ხოლმე, რომ ონლაინ დახარჯული ფული თითქოს არ იწვევს ეს მასშტაბური ხარჯვის განცდას. პროცესი რეალურად ამ შემთხვევაში იგივე იქნება. უბრალოდ ამ მეორე ბარათზე არ იქნება დიდი თანხა დასმული და თქვენ თუ შეგეშლებათ და ამ ბარათის მონაცემებს სადმე თუ ვებგვერდზე შეიყვანთ, ან ისეთ ვებგვერდზე, რომელიც კიბერთავდასხმის სპორტლი გახდება მერე და თქვენი ბარათის მონაცემებს მოიპარავენ, უბრალოდ დიდ თანხას არ დაკარგავთ, იმიტომ რომ იმ ბარათზე არ იქნება დიდი ფული დადებული. შესაბამისად, ჯობია რომ ყოველთვის თავი დაიცვათ ესეც. რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ ეს კიბერჰიგიენა, რაზეც თქვენ საუბრობთ, საზოგადოებაში უფრო მეც ვლაპარაკობდეთ, ხო ამაზე, იგივე აი კომპანიები, თავიანთ მომხმარებლებს ხშირად აწვდიდნენ ამის შესახებ ინფორმაციას და რა ფორმით უნდა ხდებოდეს ეს თქვენი აზრით, იმიტომ რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ჩვენ გვაქვს პრობლემა ასევე მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ხო ვიცით, როგორ სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, მათ შორის როგორ მძლავრად მუშაობს პროპაგანდა განსაკუთრებით ახლა და ჩვენს ქვეყანაში. თუმცა აი ამის იქეთ ამას კიდევ რო ემატება, აი ამ უსაზღვრო ვირტუალურ სივრცეში კიბერთაღლითობის ფაქტები, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთად ძალიან სტრესულია და უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, ხო რეალურად. აი თქვენ ადამიანებში ცნობიერების ამაღლებისათვის აი ამ მხრივ როგორ მუშაობთ? ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი აქ ზუსტად ცნობიერების ამაღლება არის. და რატომ? იმიტომ რომ თუ თქვენ აძლევთ თქვენ მონაცემებს სხვა ადამიანს და ის თქვენი მომხმარებლით ჩადის თაღლითობას, სისტემებისთვის ეს ლეგიტიმურია ხოლმე ძალიან ხშირად. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, თუნდაც სოციალური ქსელებით, სტატიები დაიწეროს ხოლმე, კარგი იქნება თუ რაღაც მარტივი თამაშები იქნება, სადაც ადამიანს რაღაცა ჩართავ და კვიზებს გააკეთებინებ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ეთქო ცნობიერება გაიზარდოს. თუნდაც მე და თქვენი შეხვედრა ახლა ჩვენი მაყურებელი რომ გვისმენს, ერთ-ერთი აგურიც არის ხო დადებული ამ ცნობიერების ამაღლებაში, იმიტომ რომ დღეს რომ მოისმენს ესე ვთქვათ, რომ ესეთი რისკები არსებობს და ნებისმიერ ჩვენთაგანი შეიძლება გავხდეთ მსხვერპლი, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს შემდეგ. ნამდვილად და ხო ჩვენი მსჯელობაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ადამიანებმა ამის შესახებ გამოიჩინონ, უფრო დიდი ყურადღება ქონდეთ, უფრო მეტი დაკვირვება, რომ სწორედ აღმოაჩინონ ეს ხრიკები, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იიყენებენ ხოლმე. თუმცა საინტერესოა, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ხო? დანერგილი, რომელიც გაცილებით დიდი მასშტაბის პრობლემებს უქმნის დიდ ორგანიზაციებს, ვიდრე ეს რაღაცა თითოეული ადამიანის პირადი ისტორიაა და მსხვერპლის ამპლუაში აღმოჩენა. აი დიდი კომპანიები როგორც ცდილობენ ამისგან თავის დაცვას. ჩვენ ვიცით ძალიან ძლავრი კიბერშეტევები, არაერთი მაგალითი არსებობს ხო ამის.
კიბერშეტევები სხვადასხვა სახის არის. როდესაც საუბრობთ ჩვენ სოციალურ ინჟინერიაზე, რომელიც არის პირდაპირ ესე ვთქვათ ტარგეტირებული მომხმარებლებზე, აქ ძალიან უჭირთ რამის გაკეთება თუნდაც დიდ ორგანიზაციებს. იმიტომ რომ შენ ფაქტიურად რამდენი დაცვის სისტემაც არ უნდა დანერგო აქეთ ხარეს, იმ გასაღებს, რითიცაც გაღებადი არის შენი სისტემა, აძლევა მომხმარებელს. ამიტომ არის რომ როგორც ჩვენ ასევე საუკეთესო პრაქტიკა ეს არის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე. ერთადერთი წამალი ეს ვთქვათ ეს არის. ბატონო მიხეილ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბავშვებთან ურთიერთობა კიბერ თავდასხმების კუთხით ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში მშობლებმა უნდა აკონტროლონ, ხო, ალბათ რაღაც ასაკამდე მაინც მათი თუნდაც პირადი მონაცემები, სოციალური ქსელები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს რეალობაში დღეს ძალიან პატარა ასაკიდან ბავშვები არიან მომხმარებლები სხვადასხვა ქსელების. ამ ქსელებთან დაკავშირებული არის სხვადასხვა პირადი მონაცემები, შეიძლება აღმოჩნდეს იქ საფინანსო, თქვა, ბარათის მონაცემებიც და აი ეს უფრო რაღაც ართულებს სიტუაციას. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი კონტროლი იყოს ბავშვებთან მიმართებით ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი შედის, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში, ფაქტიურად ჩვენ არ გვშება ბერკეტი რაიმე, რომ გავაკონტროლოთ ის რა კონტენტს ნახავს და ვის დაელაპარაკება. მაგიტო იყო ბევრი ცუდი შემთხვევებიც რომ მოხდარა და ესე ვთქვათ, საკმაოდ სარისკო საკითხია რა. ამიტომ მაქსიმალურად რაღაც ასაკამდე ალბათ უნდა მოვერიდოთ, რომ ბავშვს არ ქონდეს სოციალური ქსელი და ესე პირდაპირ არ მიუწვდებოდეს ყველაფერზე ხელი, რასაც მოზებნის და გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, რაღაცა სურები. როგორც წესი, უმრავლესობა წარმოებებს დღესდღეობით აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვის ტელეფონით მართო და არ ქონდეს ყველანაირ კონტენტზე წვდომა, თუნდაც YouTube Kids არის ცალკე, რომელიც შეუძლია რომ ბავშვმა გამოიყენოს და ასე შემდეგ. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია, რომ მშობლების ცნობიერება ავამაღლოთ და ესმოდეთ რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს ბავშვი, როდესაც ესე ყველანაირი კონტროლის გარეშე მიშვებული არის სოციალურ ქსელებში. და მაინც ალბათ საბოლოო რეცეპტი რა იქნება ბოლო კითხვა რჩება ჩვენს მაყურებელს, მომხმარებელს იმისთვის რომ არ გახდნენ ფიშინგის, ეგრეთ წოდებული ფიშინგის, ხო, ასე უწოდებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას. ალბათ მაინც არის გადამოწმება და დაკვირვება, ხო? პირველ რიგში ეგ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვარდებით, სადაც უნდა შევიყვანოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები, ბარათის მონაცემები, თუნდაც ჩვენი პაროლი, პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ, რომ ვებგვერდი, სადაც ვართ შესულები, დომენი, ანუ მისამართი, ყველა სიმბოლო ემთხვეოდეს ლეგიტიმურ მისამართს, იქ ერთი სიმბოლო მაინც რო განსხვავებული იყოს, უკვე თაღლითურ ვებგვერდზე ხარ. მით უმეტეს წინა რო ვახსენე ეს წითელი დროშები, რაღაცა, როდესაც ემოციებზე მოქმედებენ, განსაკუთრებით მაშინ ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე, რომ არ შევწდეთ. არ არსებობს უფასო ფული. თაღლითობა არის, როდესაც ვიღაცა გეუბნება, უფასო ფულს მოგცემ, თქვენ მოიგეთ დიდი ფული, ან გარდაიცვალა ვიღაც კენიაში თქვენი მოგვარე და ბევრ დაგიტოვოთ დიდი ფულები და ეგეთი რაღაცები არ ხდება. ყოველთვის არის თაღლითობა. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ. SMS მივიღებთ, თუ სხვა ადამიანი მოგწერს, WhatsApp-ში, სიგნალში თუ Messenger-ში სულ ერთია. როდესაც ვურთიერთობთ ელექტრონულად ვიღაც სხვა ადამიანთან, ყურადღებით უნდა ვიყოთ ყოველთვის. არ გავხსნათ ბმულები, ბიბმული ფაილები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ შემოთავაზებული აპლიკაციები, იმიტომ რომ აი აპლიკაციები შეიძლება მართვა აიღონ ჩვენს მოწყობილობებზე. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, თავარი ხო ალბათ მაინც ის არის, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება ამ მიმართულებით და წინასწარ გაგვიხარდება თუ მივიღებთ SMS, რომ გრანდიოზული პრიზი მოვიგეთ. მიხეილ ბენდიაშვილი, TBC-ის ინფორმაციული საფრთხეების საოპერაციო ცენტრის მენეჯერი გსტუმრობდა.